ჩვენ ცხადად თავისუფლად შემიძლია ალბათ შეფასება გავაკეთო, რომ ეს არის ჯგუფური ძალადობა იყო ორ მოქალაქეზე სამართალდამცავების მხრიდან. რასთან გვაქვს საქმე? მოგესალმებით, ქალბატონო შორენა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს და ძალიან ისეთი მტკივნეული თემით ვიწყებთ საუბარს. რამე თუ ეს არ არის არც მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა, არც მხოლოდ პოლიციის პრობლემა, არც მხოლოდ იმ ოჯახის პრობლემა, რომელსაც ასე სასტიკად გაუსწორდნენ, არც იმ ახალგაზრდის პრობლემა, ვინც სემეს ხო და არამედ მთლიანად მთელი ჩვენი საზოგადოების პრობლემაა. ისე რომ აი შეფასებები წავიკითხე მე ზოგიერთი და გამოხმაურება, როცა ოჯახიც მხოლოდ თავის თავზე იღებს უფლებას გადაწყვეტილების მიღებისა, რომ აი ამ თქვათ ესე ამ დონეზე უნდა იქნას განხილული, ის არ უნდა ჩაერიოს, ეს ჩაერიოს. არა, უკვე აღარც მაგათ არა აქვს ამის უფლება, იმიტომ რომ ეს ზოგადად ერს ეხება, ზოგადად საზოგადოებას ეხება ჩვენსაც და თუ ამ გზით ვიარეთ და თუ ეს დარჩა ესე შეუფასებელ და უშჯელი, მაშინ ჩვენ მივდივართ ესეთი ლათინურ ამერიკული დიქტატორული რეჟიმების გზით. აი ახლა უცებ მახსენდება ესეთი მწერალი ყავთ ლათინურ ამერიკაში, ასტურიასი, რომელმაც ძალიან ნათლად ასახა თავის რომანებში დიქტატორული რეჟიმები და აი ეს ტონტონ მაკუტები, რომლებიც დათარეშობდნენ, აი ჩვენთან რო ახლა ტიტუშკებს ეძახიან და მაგრამ იქ უფრო ცოტა სხვა ეტაპზე იყო ეს ყველაფერი და აი რა შედეგი მოაქვს ამას. რაც ყველაზე მთავარი და მტკივნეულია პირადად ჩემთვის და მე ვფიქრობ საზოგადოებისთვის მთლიანად ის რომ საზოგადოება გაიყო, ერი დაიშალა ორ ძირითად ნაწილად და კიდევ მრავალ შემადგენლად და დაპირისპირდა ერთმანეთში. სიძულვილის ენა, ურთიერთა ესეთი აუტანლობა დამკვიდრდა. ეს იმის მაჩვენებელია, რომ თუ ასე გაგრძელდება, სახელმწიფოც დაიშლება და ერიც აღარ იარსებებს. აქეთკენ მიდის ყველაფერი და აი ამას უნდა მიეხედოს. მე პირადად რა გამოცდილებაც მაქვს, მაგალითად, როცა ვსწავლობდი ინსტიტუტში მართვის საკითხებს, ხო, მართვის თეორიას და ასევე დაახლოებით 20 წელიწადი ხელმძღვანელობდი სხვადასხვა კოლექტივებს, საწარმოებს. ხელმძღვანელის უპირველესი ამოცანა და მოვალეობა არის ის, რომ კოლექტივში შეინარჩუნოს ურთიერთპატივისცემა, ურთიერთთანადგომა და ერთი მიზნისადმი ერთად სწრაფვა მიზნის აღსრულება, შესრულებისათვის. აი ეს არის ხელმძღვანელის მოვალეობა. სხვანაირად ის კოლექტივი, ესე იგი თუ ამ შემთხვევაში ავიღებთ მთლიანად ერსა და ჩვენ საზოგადოებას, სხვანაირად შედეგს ვერ მიიღებს, თუ ხელმძღვანელისგან არ მოდის, თუ ხელმძღვანელი არ ასრულებს თავის უპირველეს მოვალეობას, ესე იგი თუ ხელმძღვანელი არ ცდილობს, რომ ერი შეაკავშიროს, ერში დაამყაროს ურთიერთპატივისცემა, ურთიერთთანადგომა და ერთი მიზნისაკენ სწრაფვა. სხვანაირად არ გამოვა არაფერი, დაიშლება ქვეყანაც, საზოგადოებაც და მივიღებთ ძალიან ცუდ შედეგს.